მოსაყოთ და არა ტყავის. სპაიდერმენები რა არის. რატო? აირონმენები. არა, ეგენი ხო აქ და წინ სპაიდერმენები აქვს. მოიცა იმენა გაჩვენებ მანდვე. აი აქ შეხედეთ. აი თითებზე. ხო. ობობა თუ სკორპიონი თუ რა კიდე. და ისეთი ცუდი თებსაც კი არ მოწონს. გამარჯობა მეგობრებო 4 წუთის მერე. მაგარი უსტორმასტრო. წამოუდგა ფეხზე მერე. ვერ მე იმენა მოხდება. დიბი კილერები ჩავაყენე მოტოციკლებზე, გამშვობებზე და კარგი ხმა აქვს. მაგრამ იმდენად აღარ შემოვა სავარაუდოდ იმაში. მიკროფონში ვნახოთ. თუ არა და მეორე მიკროფონში ჩავიდებ ხოლმე იმაში უკანა ჯიბეში და ეს არის რა ქვია თუ არიცით უყურეთ Scrambler of London რო არის. კი, გუშინ ვანახებდი, ხმას რო იწერს, ხო? ხო, ხმა და ის რა და საკმაოდ კარგი კადრები აქვს ხოლმე და ზუსტად იგივე აპარატურით იწერს თან და. ბიჭო, თან ესე დავამუღამებთ ნაკლებ გინებას. ხო. იმენა გენეტიკაში მაქვს, აი რა გავაკეთო. ბიჭო, არა, გენეტიკასაც რო თავი დაანებო, ისეთი თემა არის, რა ყველაზე კარგად გამოხატავს ემოციას ქართული გინება რა, იმიტომ რომ ბევრნაირი გვაქვს თან. ძალიან იმენა. ყველაფერზე მოგონებული და რავი. ხო, რავი, სასაცილო, შეგზარავი. მე მგონი აი მარტო გინებები შეგიძლია იბაზრო. ცალკე რო არის. ცოტა ისე რომ შეაგინებ ვიღაცას რომ მე ფიქრობ რომ რა მინდოდათ რა სვერჩოდი ძალიან როცენ რა რომ შემოგეცემება ზედმეტად ტიპი ეგეთი პონტეა. არა ბიჭო. ავიდა გიჟუა. აუ იმენა გადაახტი ძალიან დერსკი იყო. ხო ეს ბავშვებმა ქენიო და. აუ მიდიო. წააჭირეო. აი ეს ეხა არის golden hour-ი, ნახე. ბავშვები. ინდოეთში გონია თავში. მოტოციკლეთი ჩავხელი დავკნიოთ. ანუ მეც ეგრე ვიყავი ფასანაურში. ტრაილერებს ესე ვკნევდი და ესე მიპიპინებდნენ ხოლმე, მაგარი. აუ ძალიან გრილა სწორედ. იმენა გადამწვარი ტვინი. ხო. ვიზორს გავიხსნი და შემოუშვებ აერს და. აი რო გეუნებოდი ყველგან კოდეჯები არის თქო, აი ნახე. აი ოსტა დებილურად ხოდავენ რა, ანუ ყველა სხვადასხვა რატო არის მომასკაბიჯებ. ნუფნუფი ნაფნაფი და ნიფნიფის სახლები არის. მე ვიცი. გელმარ დაუბეროს? არქიტექტორი გეექცათ მაგათ. აბა, თუ ჩავეტევი. კი, არა, 40-50 ყველგან ვეტევი. ხო, აი ერთი მინუსი ალბათ ერთადერთი არ იქნება, ეგ მუხრუჭებიც არ აქვს ხოლმე წესიერი კრუიზერებს. მაგრამ ერთ-ერთი მინუსი, რაც ყველაზე ძალიან გამისწორდა, რომ გადმოვჯექი ამაზე, ის არის, რომ მოსახვევში ისე კარგად შედის, ისე კარგად, რომ დაჟე სხვა ბაიკებს რო შეადარო ეს რა, კიდე ისე კარგად ვერ შედის, როგორც უნდა შედიოდეს. მაგრამ ანუ იმ ხელა სხვაობა არის, რომ აი სასწაულია. ნუ მეუნები რა. გეუბნები. არა, მე არ ვიცი. შენ გინდა 1200-იანი speed twin. არა, ყველა მონჩი მინდა. მაგაზე ორი აზრი არ არის. ტრიუმფი. რომელა? 1000 speed twin ესე ქვია. როკეთი? არა, speed twin. V-twin. ვიცი ეგ რომელიც. ხო და rocket 3 ვისაც ვკითხე, როგორი რაღაცაა, იცი? აი ცოტა ხანი იკაიფებ, ერთი თვე იკაიფებ და всё რა მე აი ძალიან ძიმე ქალაქისთვის ხო და რაღაცნაირია რა. აი პროსტა რო ყავდეს ბაზარი არა, აი გიждები ისე მინდა. ანუ 4 ცალი რო ყავს და რომელ ხო რა, ანუ აი ერთი რო ყავს და ყველაფერში რო ეგ უნდა გამოიყენო, ცოტა ის არის რა ქვია. რაც დრო გადის, ჩემი რა სჭამდა. რაც დრო გადის უფრო და უფრო არ მევასება დუკატი. დიაველი იმენა რო უყურე. არა, ხო, დიაველი არც მე არ მევასება. დიაველი კი არა, იმას აქვია. კრუიზერს აქვია. დიაველი, ხო. აი, იმენა აი ეგრე მემართება რაზე, იცი? ძალიან ფუტურისტული დიზაინი რასაც აქვს რა. მოკლე, ანუ მალე გბეზდება ვიძე. ანუ რაღაცნაირად რაღაც ხასიათში თუ არ ზის, აი მოსამეზრებელია რა, გავიგე რა, კაი, ისტრიბიტელის ვიძე, ოკეი. всё, Lamborghini-ია რა, Lamborghini ყველაზე გოიმური დიზაინი არის ჩემი აზრით. შეხედავ და რა მაგარია და всё, ერთ თვეში ალბათ გბეზდება.
ო, ბეტმენის მანქანა. ანუ ხო არ მინდა F22, მინდა მანქანა შეჭე. თუ რომ მყიდი გამანადგურებელ. ხო, წეში იმენა. გებს. CSKE გებს. გიყვარს ჩუკენი? ჩუკენი. დაგარტყალა მისეჩეო. არა. აუ ნახე პეტერეკეც, ნახე რა მიიდგა. აუ ისეთი პატარა არის, გამოუშტევდი. კი, ძალიან პატარა. თან რაღაც კრუიზერის რული აქვს. ხო. თან ცოტა ესეზი ხარ, რაღაც სპორტივი. ხო, და ესეთი სწორი რული უფრო გაუსწორდებოდა ჩემი აზრით. აშკარა. Challenger თუ Charger. აი, მაგას უყურებდი მეც. დაჯდომა კი მინდა მაგაზე. ხო, პროსტა აი ვიზუალზე აღარ მომასება. აი, ზედმეტად რაღაცნაირია რა, სქელია რა. ძველი ძალიან მაგარი. ხო, ძველი ვაფშე სხვა ვიძეა. იმიტომ რომ ისიც სქელია, მაგრამ დაწყვეტებული წვეტი აქვს. ხო. და ტრაკიც გაწყვეტებული აქვს და ამიტომ უფრო რაღაც ქვის ვიძე არის რა. სანდროს მოტოციკლებმა იმენა ისეთ სიჩქარითია რა ცხოვრებაში რო არ უულია. ვინ? სანდროს მოტოციკლი. 80 და რაღაცები დადის. Indian FT არის. ეგეც სკრემბლერია, მაგრამ რაღაცნაირი. ნე, ესეთია რა. დარო რამიზოვი, ჩინეთას კაცა როგორ ახლა. რა ბაზარია. ხომ არა, საიდან იცოდა ჩვენი მისალმება თუ ჩინეთას კაცა არის? რუსებმა არიციან ხოლმე. ყველას მისავლება არის ვაფშე რა, სოფლიო. რუსები არ შვებიან დაკურებული. იცი რატო? რატო? იმიტომ კლები. ბაზარია. ძროხა არ იმას მიქნა. არ მიქინო ეხლა, თუ დაკალი და გიშებჭამ. თუ გაგასტეიკე. ჩემი Honda Civic. ზაფხულში ხდება Civic. Civic-ი გაიჩიტა, Civic მაგარი. აი, ეს არის ჩემი მოტოციკლეთის ლიმიტი. საათ ნახევარში იმენა ადგომა გინდა რა, ძალიან დამღლელია. ტრაკი ხო? ბიჭო, ხო, ცუდი აქვს კამი რა. Aftermarket ძირითადად ყველას ეგრე აქვს ხოლმე. თუ რაღაცა ის არ ყავს რა, adventure იმენა. ხო. იცი რა არის? შორ გზაზე. ანუ პატარა ქალაქში სასწრაფოდ რბილი ჯობია, იმიტომ რომ მაქსიმუმ აი რავი, რამდენი ნახევარი საათი დაგჭირდეს სანამ ისასვლელად, ხო? აა, 40 წუთი. და გრძელ გზაზე როცა მიდიხარ, მაგარი უნდა იყოს. რატო? იმიტომ რომ ხარ? ეს რაზე ძიხარ ეხა ღრუბელი ჯდება და გავიგე. მემაშვები და იქ ვერ ასწრებს მაგ ხელაზე დაждდოს რა და შენ ტრაკიც უძლებს. კი, ბრწყელდება. ხო და მე იმის მერე ვეღარ უძლებს ტრაკი და გტყივდება და ის უკვე აი ახლა აფრიკათუნზე რა ვიჯექი გამოვშტერდი საათ ნახევარი ვატარებდი და ვაფშე არ მიგრძნია რამე შეჩემ. ბიჭო, თან მაგ adventure-ებს აქვს რაღაცნაირად აი შიგნით ჯდების ავით და მაგარია. ზემოთ არის ბაკი, უკანას ტრაკით ზემოთ არის და შენ ეს ჯდები შუაში. კი, და თან აი აქ და მაგიტო გონია რომ აი მაგასაც უფრო დაბლა ხარ ვიდრე შენ მოტოციკლებზე. მე თვალით ეგრე ვნახე რა. ცოტათი შეიძლება შეგრძნება ეგეთი გქონდეს, მაგრამ ის უფრო ბევრად მაღალია, მაგრამ შეიძლება უფრო დაბლა იჯდე, კი. აი ეგ ფეხების მიწვდომობის მაგარია, თორე იყოს მაღალი რა. და აუ აი რა მაგარი იყო აფრიკა. მოსახვევში რომ შედიხარ, აუ თავისით გაყენებს, ისეთი ბალანსი აქვს რა. აი ძალიან გაასწორა, აი უკვე მოსახვევში რომ ჩაჯდები გაზი და ეგრევე გაყენებს, აი ძალიან ასწორებს. იმას რა ქვია, ვიღაც კაცი შემხვდა იმ დღეს რა, კაკრას მაგ წინა ფენდერი რომ მოუხსენი, რომ რა ხდებაო ესეთი რაკენიო და აფრიკათუნი მყავსო ავტომატიკაო შეჭი. ხო, დისითი ეგეც. მაგ აფრიკათუნის ძრავი იდგა იმ ჰონდაში. ხო. ძალიან მაგარია, თან წარმოიდგინე adventure-ის ძრავი არის და სპეციალურად გამძლეობაზე არის, რომ უნდა იაროს, რავი, 1000-ობით რა. ანუ ხო, იმენა წადი არის რა. და აი ვერ დაბრიდავ რა. სწორ დროს უცვალ ეზეთი, კაი ზეთი ასხი. ხო. სხვათა შორის ყველას გირჩევთ ვალვოლაინი ასხათ რა. ვალვოლაინ. მე გირჩევთ მუტლუს აკუმულატორებს, იმიტომ რომ მაგარია. კი, მუტლუს აკუმულატორები. მუტლუ ვიდეო. აი, ხედავ, ვერ ჩავეტიე ვაფშე. ეგ დროგდობა და ჩაეტევოდი. აა, დამედარ.
მაგას დამეზარა იმ. მაგრამ თუ არ მოდიან ხოლმე იქიდან შემხვედრიდან მე დიდად ფეხზე მკიდია ხოლმე ხაზები, იმენა მთელი ორ გზას ვხედავ ჩემ გზად რა. ორივე მხარეს უბრალოდ. ნახე, აკროს უნდა ნაგრიფტავები არ ბიჭო, ტიპები გრიფტავები მაგას. ისე ერთხელ როგორ არ უნდა შევდრიფტავდნენ მოტოციკლებით. ჩარჩენილი მაქვს შენი მოყოლილი ისტორია, გახსოვს? აი იმენა სუმ მესიზმრება თუ რაღაც. შემოვარდა და რული რო იქით გეკ და ტრაკი რო იქით გეკ და აი ეგრე შევვარდი თეფშის, ხო ზუსტად. და არა, ჯერ ბიჭო ადგილზე ვერ ვახრუჭიალებ და გავასხმევინე ვილკებს ეგრევე შეჩემ. მესამე დღეს წავედი და შევცვალე. აი აქ ვერასდროს ვერ ვეტევი იმენა 6-ით უნდა წავიდეთ, მაგრამ აი არა ოიძახეს. და ამას ვადებ ხოლმე მგონია. ახახუნებ ხოლმე? ბიჭო, სულ გონია რომ მაგისტვის აქვს რკინები რომ ეგრე ხვება, ხო? რა უბნელი ხარ ძმა? გორელი ხარ შეენც? სამყაროდან როგორ გავქრი 3 საათით просто არავის არ პასუხობ არაფერზე იმენა მგიდია. არც გიპასუხე. მაგისტვის არის მოგონილი მოტოციკლები. იმენა რომ აი ვერ რა ვქნა ძმა. არ მესმოდა. აი ესეთი, აი ეს რაკურსი მინდა რა, სადმე ხვდები, აი ნახე რა ესია რა. მე სკუტერებს არ უწევ ხოლმე, იმიტომ რომ იმიდენი არიან ხელი ესე უნდა მეჭიროს მთელი შეჩემო. ამავდროულად ეგეც ძმა პლებეები არიან ჩვენ ვართ. თან მე არ ვაღიარებ იმ სკუტერს, რომელიც ყველანაირ წესს არღვევს და გზის ნაწილი არ გონია თავის. საერთოდ არ ვაღიარებ მაგ ტიპს. მე არ მესმის, როცა მართლა, ოკეი, ანუ აბაშიძეზე მიდიხარ რა, რომელიც არის ცალმხრივი და მესმის, რომ ვიღაცას თუ აი აქ მოსატანი და აქ არის პროწივი, ოკეი, შემოდი რა, მაგრამ მანქანები რო არ არის გზაზე და ჩვეულებრივი გზა რო არის, მაინც ტროტუარზე რატო დადიხარ, გამაგებინე რა. არ ვიცი. აი პროსტა არ მესმის რა. ტროტუარი წითელზე გავლა, იმაზე შემხვედრზე ამოსვლა. აი ზუსტად, თან სადაც არ გჭირდება ბიჭო, იმენა პარალელურ ქუჩაზე წადი რა. თან ანუ აი რამდენს იგებენ 5 წუთს მაქსიმუმ? არ ვიცი, ალბათ მაქსიმუმ 5 წუთს იგებ მიტანაში. რა. აი ეგეთი დარღვევებით რო დადიხარ. არაფერი რა უნდა მოიგო, მე გადავები ბიჭო, იგივე გზას გადიხარ რეალურად ეხა. იქრომით, ჩემ რა შემეს ხა? წყალს წუწავდა, იქით კი არა წუწავდა. რა იყო? წავდა ტიპი იმას რაღაცას და ანუ რეზის რო ვირთხა გაარტყა მაგის წლებით. მინა გამაკანკალა. წავდა ტიპი. ანუ ვერ მოიგებ დროში, დამტკიცებულია. ეგეთი რაღაცეებით, ანუ ისედაც სწრაფად მიდიხარ რა. ხო და ამათ მგონია რომ აი მანქანებში ძრომა და რაღაცები უფრო ეზარებათ და მაგ პონჩი და არ ვიცი რა, არა ჯერ ერთი ძალიან საშინელი შესახედი არის. ბიჭო, ჯერ ერთი 80% ისეთი გაუმართავია რომ აი რავი ეგრე არ შეიძლება. ანუ კულტურობა არის მინიმუმ. კი და მე მგონია რომ უკვე მიღებულია მაგ აი ეგრე ვისაც დაყავს მაგ სასტავში რომ ეგრე უნდა იარო. რომ მოიცა რა შეჩემას წესი ხო არა დავემორჩილებით რაღაც იდი ნახვი რა ანუ კი დავემორჩილებით ძალიან ჩვეულებრივად მე დავდივარ მე просто ტროტუარზე მაგ ძალიან ყველაზე მეტად ჩაჭერა რა წითელზე გავლად ძალიან ცუდი არის ანუ აი просто არ იცი რა ანუ აი არ მარტო შენ ხო არ ხარ ვიღაცამ შეიძლება გაგჭრას და ანუ შენ კი მოხდები და ის ნაკლებად მოხდება მაგრამ სტილ რა ანუ არ მოსულა რა ხო ანუ ბიჭო აი მე დღეს მაგალითად არაყიშულზე ჩავედი ჭავჭავაძეს გზაჯვარედინი გადავკვეთე და მეჩითება უცებ ამოდის ტიპი მოსახვევში და ძლივს ავიცილე მოტოციკლეტით შეჩემა ანუ ზუსტად იმიტომ რომ ვერ შენ გიჟი ხო არ ხარ გავაჩერე მეთქი შენ მოტრიალდი მეთქი ხო არ გამოშტერდი მეთქი რას აკეთებთ არ ვიცი ვერ დაგინახავ რას დამინახავ მოსახვევია მეთქი და თან სად მოდიხარ ხო არ არის შენი გზა არა ბიჭო წესები იციან შენ გონია ვინმე რამის ვაფშე არა ეხლა იმაზე შემხვედრზე რო არ უნდა შევხვე ყველა მიცის ეხლა და რა ქუჩა რომელია ეგეც იციან ეხლა არა ვისი გზა არის ეგ არავინ არის მაგათმა იციან თუ იციან ეგენი დადიან ყოველ დღე იმაში ქალაქში მისამართებზე და ლეველი რა ხდება აქში მაგას გეუნები აი ნახე რა ხდება ხაოს აუსტრა მოდი ცოტა წინ წინ? გავძვერ გამოუძვერი. მართლა?
მოშორდა ვინახე ისე გახვედი ზაღადობა. დაწუნებული ვიყავი რა უკან იყავ. ხო ბიჭო აი უცებ მოგიწია დარღვევა და დარღვეს ხვარი. არა, ეს არის გამიზნულად. კიდია ყველა წესი, იმიტომ რომ ვითომ რაღაც. ხო თან იმას გთხოვე ნომერი გაქვს უკვე გზაზე ხო? ადრე კაი ველოსიპედის ის გეხებოდა კანონი წვეთში და ის იყო არაფერი დიდი, მაგრამ ანუ მანდაც ხო შეგნება არის უბრალოდ რომ დავილეწებით არასო. გები ყავით? იცან. ტარა. ბიჭო ხო ველოსიპედი კიდე ცალკეთება. მაგრამ მაინც, ანუ, არა, იმას ვამბობ, რომ ველოსიპედის წესები გეხებოდა, მაგრამ მუღამ ის არის, რომ შენ ხო გაქვს თავში შეგნება. ხო, მაგრამ მე რა რომ პოლიცია არ მოდის და არ გაჯარიმებს, შენ ხო უნდა იმას ქნა რაღაცა. უარეს კითხვა შეჭე. სკროლებიანი ხალხი. აუ, კი ბატონო. ყველაზე კატასტროფა. ანუ, ჯერ პროსტა კასკა მაინც გაიკეთე, ან ხელთათმანი, ან რაღაცა. ხო, ერთი 40-ის დადის ჩვეულებრივად. ბიჭო, ხო და თან გზაზე დადიან და თან ეგენიც ანუ იმ დღეს გამოაჭრა ვიღაცა და მუსიკას უსმენს და აბაშიძეზე მოდის საპირისპირო მხარეს. ბიჭო, თან ეხანო წითლიდან მე მევასება წითლიან დადრა სტრაფად. ოღონდ არასდროს არ ვწდები 60 კმ/სთ და ვცო რა. აი მაგ მომენტში მიხტებიან წინ ყოველთვის. ბიჭო, ანუ გიეთრია იქ. რა შობი ხლა, არ შეიძლება მასე. კაი, მზე გამოვა ეხა. კი. გადაუღო მზესაბა. გადამასწარი ერთი კადში შენ იყო ჯობია ვიდრე მანქანები. მაგაზე გაწყინე ბიჭო. ზეს გადაუღო. ჩინელა დაგვეწია. ორვილა. ჩინეთა დაგვეწია, ჩინეთა. დაგვეწია, ხო. მაგარი ცუდი სიტყვა გამახსენა, გინდა გითხრა? დავაი. შაგა კარტაჩკო, მოდი. მოდი ერთი, ჩაგვა კარტაჩკი. უჩემი მენა. აუ, რა ხდება ბიჭები, რა. აი, მოახვეინე, ხედავ? აუ, მეშინია მაინც. ესე მაგხელები. ოხუია. აი ეს გრძნობა რა, აი ეს ფეხების მიდება ბაკზე. ისე მევასება, რომ მინდა რომ ჩემ შემდეგ მოდაზიგლაც ეგრე ქონდეს. იმიტომ რომ მგონია რომ შევაცრევ ხა მოსწხურში ესე ძალით. ხო და გეუბნები იმენა ეგ აქვს სპიდ თუის ჩემი ბაკი უდგას ზუსტად და მაგარია. დაბალი არის და იგივე ძრავი ოღონდ 120 ცხენი აქვს იმას ამას 90. ანუ კიდე ეგეთი არის ო იგივე ძრავი პროსად დათვიქული არის სხვანაირად კომპიუტერი რა. ჩემი იგივე შემიძლია მეც გავუკეთო ამაზე. პროსტა თორქი დამაკლდება რა და მე მირჩევნია თორქი მქონდეს. ვიყავი მე და დაგარტყი შეცემა. დაგარტყავ ხა. მაგარი რესპონსი იყო და წასწაფო. ალბათონო, თუ შეიძლება უკან წაიღე დეზები, მევიდა თქვენი ფრეზები. შოთას ლექსები გაიცანით? მართლა გეუბნები, ლეინს ვიცვლი მაქსიმუმ 3-ჯერ დღეში. ხო, სადაც უნდა მოვთო უხო ჩადექი იმ ლენში რა. პირველივე შანსი რო გექნება ჩადექი, რატო უკ? ჯერ იქით არა, მე მგონი ეს ცუდი ხაზია, ეხლა აქეთ, ეხლა იქით. აი და შეჩვენ. დავიდა. ჩაუდგა. კლედ გემშვიდობებით ხალხო დროებით. მომავალ შეხვედრამდე.